არ ვიცი რამდენად მაქვს ამის თქმის უფლება, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ისეთ რთულ რეალობაში ვცხოვრობთ, ამიტომ მე მინდა ჩემ ქვეყანას ვუთხრა, რომ ჩვენ ერთი წუთი მოძინების უფლება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ისევ უნდა იტვირთოს ისტორიული მისია, რაც მას ოდითგანვე ჰქონდა უფლისგან მინიჭებული და დღეს მან ისევ უნდა დაიწყოს სწორედ ისტორიულად რაც მისია ჰქონდა, კავკასიელი ხალხების გაერთიანების იდეა აუცილებლად უნდა გააცოცხლოს და სწორედ უნდა იყოს ის ხიდი, რომელიც გაიდება სამწუხაროდ დღეს უკვე დაშორიშორებულ კავკასიელ ხალხებს შორის და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს იყო ის ქვეყანა, რომელიც არასოდეს აქ რელიგიური ნიადაგზე შუღლი არ იყო და აქ რელიგიები ყოველთვის მშვიდობიანად თან არსებობდნენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ქვეყანა დღესაც გააგრძელებს აი ამ მისიას და აუცილებლად კიდევ დავამატებდი, რომ ჩვენ გვაქვს ტერიტორიები დასაბრუნებელი და უნდა გავზარდოთ მომავალი თაობა სწორედ იმ შეგნებით, რომ აუცილებლად მათ უნდა იბრძოლონ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.